ისევ გვეწვია სარკისებრი თარიღი 12 როგორც უკვე შეამჩნიეთ მე ვიცი ბევრმა თქვენთაგანმა უკვე შეამჩნია ბევრმაც აი ეხლა ჩემი საუბრის შემდეგ შეიხსენე ეს ყველაფერი და ლამაზად შეციცინებს 2-12 ერთმანეთს თითქოს ერთი ობიექტის სარკეში იხედება ხო და ორნი არიან უკვე ზუსტად ეს მომენტი ძალიან საყვარლად მუშაობს რაღაცეების გაორმაგებაზე. აი მაგალითად, ერთ რიტუალს გასწავლით, უფრო სწორად ორ რიტუალს გასწავლით და ჩემოტკბილებო, იყავით ყურადღებით. მაშასე მარტივად და როგორც ვიტყვი ხოლმე გენიალურად არის საქმე და რატომ უნდა ვთქნათ ეს საწინააღმდეგო, ვიღებთ ორ ცვილის სანთელს, თაფლის სანთელიც შეიძლება და ზუსტად ესეთი თანატოლები და თანასწორები, რომლებიც არიან, უნდა დავანთოთ ერთმანეთის მოპირისპირე მხარეს და სამჯერ ერთმანეთს ჩაუჩურჩულოთ. სიამონებით გავაკეთოთ ეს ერთმანეთისთვის. მოკლედ ასე, ეს სანთლები ხელში გვიყავია და ვამბობთ ესეთ რაღაცას. ორი სანთელი ანთია. დალოცვილია მათი ნათება. ორმაგად მომდიოდეს ბარაქა და კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც მინდა გამიბევრდეს. ამ ყველაფერს ვიტყვით ბოლომდე, სასურველი იქნება თუ სანთელი ხელში გვექნება და მას შევთხოვთ თქვენი გასამრავლებლად, ასე ვთქვათ, გამზადებული ამბების ასე ვთქვათ, წარმოდგენაც, რა უნდა გამრავლდეს ფული, რასაკვირველია, უნდა გამრავლდეს კეთილდღეობა, უნდა გამრავლდეს კომფორტი, უნდა გამრავლდეს სიყვარული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გაორმაგდეს, მოდი ასე ვთქვათ და ამ ყველაფერს ჩაუთქვამთ. სასურველი იქნება, ხელში თუ ვერ დავიკავებთ, აუცილებლად დაესწარით, აი ამ ორი საყვარელი ტყუპი სანთლების დაწვის პროცესს და მეორე დღეს, როცა გახვალთ გარეთ, აუცილებლად ის მოახერხეთ და ჩაფლეთ მიწაში, ანუ მისი ნარჩენები, რაც დაგრჩებათ. გასაგებია, მე მგონი გასაგებად და ძალიან საყვარლად ახსენი ჩემო ძვირფასებო. მაშასე გაგიმორდეთ დოვლათი, ძალიან გამიხარდება, რასაკვირველია. ეს გითხარით პირველი ვერსია, ეხლა შეგვიძლია უკვე მეორე ვერსიაც მოისმინოთ, რომელიც კეთდება 12/12/2025 წლის. მეორე ვერსია კი ესეთია, ვიღებთ ჩვეულებრივ ჭიქას, გავავსებთ ჩვეულებრივ წყლით, ავიღებთ 3 კოვს მარილს, მე უკვე ჩაყრილი მაქვს ეს მარილი მასში და საპირისპირო მიმართულებით, საათის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, აი მარჯვნივ და მარცხნივ კი არა, აი ასე პირიქით ვაკეთებთ, ასე დავატრიალებთ და ვიტყვით იმ სიტყვებს, რომელშიდაც აუცილებელი და მთავარი მოქმედი გვირია თქვენი ვალების გაქრობა, რომ ახალი წელს პირნათლად და ამ კრედიტებისგან თავისუფალი შევხვდეთ. ანუ ისე მოხერხდეს ამ წელიწადში, რომ ახალი წელი დაფარცხული ფულადი ვალდებულებებით, ასე იყოს, გახდეს თქვენს კალენდარზე პირბედნიერი და ფეხბედნიერი მეკლე. უთხარით ჩემო ძვირფასებო, როგორც ეს მარილი ამ წყალში გადნა და ნახევდება, ისე გადნეს, გაწყალდეს და წავიდეს ჩემგან ეს ვალი და რაც გაქვს ჩადებული აუცილებლად. აღნიშნული წყალი, რომელსაც დაუთქვამთ და შეუთქვამთ, აუცილებლად დადეთ იმ ტუმბოზე, ან იმ სკამზე, სადაც გინდათ იქ, სადაც თქვენ გძინავთ, ანუ თავსასთუმალთან, როგორც იტყვიან ხოლმე, როცა გათენდება, დილით ესეც გაიტანეთ, აი იმ სანთლის ნარჩენებთან ერთად და მიწაზე დახვარეთ. ძალიან მიყვარხარ ჩემო ძვირფასებო, ძალიან მინდა რომ კარგად იყოთ, ძალიან მინდა ეხა გამოიწეროთ ჩვენი არხი, ასევე გაგიჟებით მინდა კომენტარებში დაწეროთ, რომ ვიღებ მაგლიერებით. კი ბატონო, ისევე მიიღეთ ჩემი კონსულტაციები ტაროზე და ასევე სხვა ხელ გამოსაწვდომ ვერსიებში, როგორიც არის ფინანსური თუ სასიყვარულო რაღაც ეზოთერული ხერხები, რომელსაც გულმხურვალეთ, რასაკვირველია თქვენ სამსახურში ვიქნები.
ძალიან ბევრია შეკვეთები და ნელ-ნელა ყველასთან მოვა სახალხოდ ის შეკვეთები, რაც უკვე ჩემს ხარეს გამოშვებული გაქვთ. მეტი არაფერი, კოსმით გეხვევით, დროში უნდა ჩავშე 12-12-ში ცოტა გვიან მომიწია, იმიტომ რომ დაკავებული ვიყავი და გადაუსიერეთ რაჭელება ჩქარა, ოპერატიულად, სწრაფად, როგორც მწევარი გავის. ნადავლის დასაწევად ისე თქვენ საყვარელ ადამიანებს ვისაც ჩაუვარდოთ 12-12-ში ძალიან მაგარი ღლიანები ხართ, მიყვარხართ, მეც ღლიანი ვარ, რომ თქვენ მყავ ხართ, ესეთი ბევრი 50,000-ზე. კიდევ